ბატონო თეა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მივესალმები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს და სიმბოლურია დღეს ჩემი აქ ყოფნა, ვინაიდან დღეს არის 20 წელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან და ჩემთვის ეს არის დღე, როდესაც ამ დღეს ხვდები სიამაყით, იმიტომ რომ ის საუნჯე და ის მთავარი მონაპოვარი, რაც ილია ჭავჭავაძემ საქართველოს დაუტოვა, მას ვერანაირი იმპერიალისტური ბოროტება და ვერანაირი პირადი პოლიტიკის ინტერესები ვერ შეაჩერებს. ჩემი მთავარი გზავნილი არის როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით კონფორმიზმს. იმიტომ რომ ეს არის ის მცნება და კონფორმიზმი, საზოგადოებრივი კონფორმიზმი, რომელიც დაღუპავს საქართველოს. ჩვენ არა ვართ ის თაობა, რომელიც შევეგუებით შემგუებლობის პოლიტიკას და ასე გავატარებ დარჩენილ ცხოვრებას. მე ვარ გალიდან და ჩემთვის ძალიან მტკივნეული არის ის არსებული ბრჭყალებში რეფორმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს სულიად არაკომპეტენტურმა პირებმა. როდესაც ქვეყნიდან გარბის ინტელიგენცია, როდესაც ქვეყნიდან მიდის განათლებული პოლიტიკოსი, ექიმი, თუ არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა სხვა სფეროს წარმომადგენლები, ხო? ხელისუფლებაში მოდიან ქუჩიდან მოსული ადამიანები, რომლებიც ვერ მართავენ ვერანაირ სახელმწიფოს და აქედან იწყება ის დიქტატორების რეჟიმი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვითხრის ძირს. როდესაც პარლამენტში ზის სპორტსმენი, ჩოგბურთელი, მოჭიდავე, იმას ვერანაირი შესაბამისი კომპეტენცია ვერ იქნება იმისთვის, რომ გამოვიდეს და გამოგვიცხადოს თუ რა არის განათლების მცნებები. გივი მიქანაძე, რომელიც იყო პოლიციის პოლკოვნიკი, ზის და დღეს სტუდენტებს გვესაუბრება იმ განათლების შესახებ, რომელიც აბსურდულია და გუშინდერი ეთერიდან, სადაც მოვისმინე აბსურდული განცხადებები, მე ირაკლი კობახიძესგან პირადად ტავტოლოგიის მეტი არაფერი არ გამიგონია და სულ ყოველ მეორე სიტყვაზე არგუმენტი და ასევე განათლების მინისტრისთვის. ეს იყო ჩემთვის სრულიად სპექტაკლი, რასაც ესენი ფიგურირებენ, ამიტომ ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როგორ თვლით სტუდენტები ამ ტიპის სპექტაკლებში უნდა მიიღოს მონაწილეობა ოპონენტმა მხარემ? შესაძლებელია კი, იმიტომ რომ მათ აქვთ ეს არგუმენტი, რომ ლაპარაკზე არ მოდიან, დიალოგზე არ მოდიან და ასე და ასე შემდეგ. ჩვენ გქონდა მრავალი მცდელობა, როგორც სტუდენტებს და რამდენიმე დღის უკან ახალგაზრდულ გაერთიანებას სართულთან ერთად გქონდა ბრიფინგი, სადაც შევთავაზეთ მათ ღია დებატები, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე არავინ არ გამოკმაურებია. ეს მაინც რომ არ იფიქრონ, რომ ჩვენ რაღაც უწიგნურები, რაღაც Deep State-ის წარმომადგენლები, რომლებსაც არ შეგვიძლია იმის უნარი, რომ დაუჯდეთ ბრჭყალებში ხელისუფლების წარმომადგენლებს და ვესაუბროთ მათ ღიად, ხო? ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება და ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც არ შეეგუება არანაირ იმპერიალისტურ პოლიტიკას და ეს თაობა არ გაიზიარებს იმ ისტორიულ შეცდომებს, რაც აქამდე ყოფილა. მე მინდა ისტორიიდან გავიხსენო ჩემთვის ყველაზე საამაყო დღე 1978 წლის 14 აპრილი, როდესაც თსუ-სა და მთავრობის წინ 10,000 მომიტინგე შეიკრიბა და მათი მთავარი მიზანი გახდათ ის, რომ წინ აღდგომოდნენ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებისა. და ამ დღეს საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია და ქართველებმა შევინარჩუნეთ ის მთავარი საუნჯე, რომელსაც ილია ღვთაებრიოს უწოდებდა. დღეს ჩვენ ამ ეპოქას გავდივართ. დღეს ჩვენ გავდივართ თერგდალეულების ეპოქას, სადაც გვიწევს ბრძოლა თაობათა შორის დაპირისპირების ბრძოლა. და მე მივიჩნევ, რომ ეს იყო ჩვენთვის ის მთავარი გამოცდილება, რომელმაც მოგცა ყიჟინა ბრძოლის, რომ უფრო მეტი ვისწავლოთ შეცდომებზე და ჩვენ არ ჩავეწერებით და პირადად მე როგორც ერთი ინდივიდი ადამიანი არ ჩავეწერები საქართველოს ისტორიაში მოღალატის სტატუსით. მე ერთხელ ვიბადები, ერთხელ ცხოვრობ, მე ვარ გაზრდილი შუაგულ ოკუპაციაში და მე ვიცი რას ნიშნავს წნეხი, მე ვიცი რას გადიან ეს ხალხი. მე ყოველ ღამე, როდესაც ბალისზე დავდებ თავს, ყოველთვის მახსენდება ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახი და რომლებიც ისევ იქ ცხოვრობენ გალში. ის იმედით, დიახ. მე არ ვიცი რამდენ ხანს ვიცოცხლებ და სიმართლე გითხრათ, არც მაქვს დიდი გარანტია, იმიტომ რომ შეიძლება ჩემი პოზიციის გამო და ეს არ არის სახელმწიფო, როდესაც მე იმაზე მიწევს ფიქრით 18 წლის ბიჭს, ხვალ ვიცოცხლებ თუ არა. მე წნეხი მადარდებს, მე არ მადარდებს ჩემი სიცოცხლე აბსოლუტურად, მე მადარდებს იმ თაობების მომავალი, რომლებიც მოვლენ. მე არ მინდა ჩემმა ნათესავებმა, ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, რომლითანაც აქტიური დაპირისპირება მაქვს, რომლებიც ფიქრობენ სხვაგვარად.
მე ჩემს სინდისთან ვარ მართალი და როგორც ვალამ არაბიძეს ბოლოს მზის სინათლე შეაწუხა და ის მზის სინათლეს გაურბოდა. მე არ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც იქნება ასე, იმიტომ რომ მე ვარ ჩემს სინდისთან მართალი და ამას ვემთახურები. ესაა ჩემთვის თავი მცნება, რომლისთვისაც მე ვიბრძვი. მათთვის, იმ ხარისთვის გაუგებარია დემოკრატიის, თავისუფლების, კრიტიკური აზროვნების ცნებები, იმიტომ რომ მათ ეს გზა არ გაუვლიათ. ამიტომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმება გამოიწვევს სრულ მარაზმს და პოლიტიკურ კრიზისს, სადაც ეს არის ის უნივერსიტეტი, სადაც ჩვენ ვსწავლობთ კრიტიკულ აზროვნებას და ეს არ არის მხოლოდ ჩემთვის პირადად შენობა. ეს არის ის სივრცე, სადაც მე ამ დონემდე გავიზარდი ძალიან მცირე დროში. ლუკას ძალიან დიდი